გქონია რომ ილუზიაში ხარ, როცა რეალობა ხელოვნურად გეჩვენება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი, მაგრამ მართვადი ნევროლოგიურ ფსიქოლოგიური მდგომარეობა. რა იწვევს დერეალიზაციას? ძლიერი შფოთვა, პანიკური შეტევები, ქრონიკული სტრესი, ემოციური გადაღლა, ძილის დარღვევა, ტრაუმული გამოცდილება, ნევროლოგიური დარღვევები, გარკვეული მედიკამენტების ან ნივთიერებების შემოქმედება. სიმპტომები: გარემო ხელოვნურად გეჩვენება, თითქოს სიზმარში ხარ. ადამიანებსა და საგნებს გაუცხოვებლად აღიქვა. ხმები გესმის, დაბინდულად შორიდან. ფერების შეცვლა, სინათლისადმი გრძნობელობა, დროის აღქმის დარღვევა. გრძნობ, რომ ყველაფერს უყურებ, მაგრამ არ მონაწილეობ. ხშირად ერთვის დეპერსონალიზაციაც, როცა საკუთარ თავს სხეულის მიღმა ან უცხოთ აღიქვა. დერეალიზაცია მართვადია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შფოთვითი ფონის ნაწილს წარმოადგენს. რაც შეეხება მკურნალობას, ფსიქოთერაპია, ფარმაკოთერაპია, ნევროლოგიური გამოკვლევა, ცხოვრების სტილის შეცვლა და სტრესის მართვის ტექნიკები.